გვიანი ღამე, მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება, გავიდა უკვე ხო, დღესასწაულები და სამუშაო პროცესებში ჩავერთეთ. არსებული მიხვდებით რა წარმოადგენს ხან დანადგარებს სასუქი ეგეცოდებული სავარჯიშო დგარები, ჯანმრთელობის გაკაჟება ვისაც გსურთ. ძალიან პატივცემულო და ჯანმრთელობაც გექნებათ. ამ არსებულ სივრცეში უკვე არსებული გათხოვის სისტემა ეგეცოდებული გაყვანილობა უკვე იყო, ისტორიული გაყვანილობა არის და რაც განხორციელა თერმოსტატიკური მართვა, ხო, ერთ ქვაბზე არის ახლა საკვებისთანაც მე თამაგას ვიხილავთ. ამ მოსობაში ჯამში გვაქვს 13 რადიატორი, ხო? ისეთი პანელურები, რომელიც რა თქმა უნდა, ერთი ქვაბის შესაბამისად მით უმეტეს რომ იყოს 35 კილოვატი, თუნდაც 40 კილოვატი, ის არის დეფიციტში, ვერ გამოვართვით რანაირად. 2 მილოვანი ეგეცოდებულ სისტემაზე იმ 40 კილოვატს. ამიტომ რომ მივიღოთ ახლა საკვებისაც, მაგასაც ვიხილავთ, რა სახით შეგვიძლია გამოვართვოთ ეს ენერგია და გადავანაწილოთ, იმიტომ რომ ხარეები არის გაყოფილი და კაია. ერთ ხარეზე გვაქვს 7 რადიატორი, მეორე ხარეზე გვაქვს 6 რადიატორი. ჩვენი ეს შესაბამისობა, ხო? ჩვენ შემთხვევაში ერთ სივრცე კი არის, მაგრამ ჩვენ შესაბამისობა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ერთი სართული, პირველი სართული, მეორე სართული რატომაც არ როცა გვეძლება ამის საშუალება და არა 2 მილზე 15 რადიატორი ჩამოვაკონცეავოთ, ხო? ყოველთვის უნდა გავყოთ ხარეები, ერთ ხარეზე შეიძლება კი ბატონო დაშვებულია, მით უმეტეს თორსა გვაქვს ესეთი მძლავრი რადიატორები, 2 მეტრიანი, ხო? 1 და 2 ეგერ. ამასობაში ხო 6-7, ხო? მაქსიმუმი ზღვარი იქნებოდა 8 რადიატორი, 2 მილზე 25-ზე კი ბატონო. ეს არ არის ფიქცია. იგივე არის აი სექტორებში ხო რადიატორი არის, რადიატორი აქაც არის თერმოსტატიკური მართვით, როგორც ყოველთვის. უნდა გამოდიოდეს გუგუნი და ეს არის აუცილებელი, ანუ ფაქტობრივად ერთი მხარე და ბოლო დაბოლოება რადიატორი ბოლოში გვაქვს, მეორე მხარე მეორე რადიატორის ბოლოშია, სივრცე ერთია. მაგრამ თავი აქცენტირება იმისაა, რომ საკვებისა, ხო, თერმოსტატიკური მართვა ბალანსირების გარშე, ამასობაში, ამ შესაბამისობაში ეს საკვები, ხო, გარენიის ქვაბია 32 კილოვატიანი, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა სხვადასხვა პრინციპში რომ მოდულაციას დაუწიოთ და სიმძლავრის დაუწიოთ 50 გრადუსზე პირველადი მეორადი წრით. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული ამასობაში მოდულაციის დონეზე და სიმძლავრის კორექტირების ზღვარზე, ხო, დაწეული არის ამასობაში წარმოიდგინეთ, ხო, დეფიციტში და ამასობაში კიდე დაუწიეთ 25 კილოვატი. ეს არის სიმძლავრის დაწევის ეგრეთ წოდებული კოეფიციენტი და ამასობაში მოდულაციის კოეფიციენტი 100%-დან დაიწია 50%-ზე. ხმას გამოსცემს ხედავთ გელაპარაკებად. ჩვენაზე კი ამას ნეჟნად, გლატკად. და ამასობაში ორი საცირკულაციო სიხშირული ტომბოები. ზუსტად ერთი მხარე, მეორე მხარე. საფართოებელი ვინაიდან კიდევ ვიზახე, როცა არის მით უმეტეს ასეთი მოთხოვნილების შკაფში მოქცეული, ძალიან ძნელია იმას უკლინა, ხო? ის ნიპელი, ხო? და მეთანხმებით სერვისმენები, აი ქონა ჩაძვრე, მოძებნო, მოახვედრო. რატო არ უშებენ ამასობაში 21 საუკუნეში ეგრეთ წოდებული განაუყენებელი არის გამოუყენო გვერდზე, ხო? რომ ადამიანი პრაქტიკულად მეუდგეს იმას. ამასობაში ჯერ ის ფასის შესაბამისად ის იმაზე ძვირი არის, აი ამ პატივცემულზე, ამიტომ ეს ყოველთვის აი თვალთ ხელში გვაქვს, როცა მით უმეტეს როცა არის გამიჟნული სივრცე საკვებაში. იქ რაღაც ეჯენ ქონა დადებული და ადგილი დავზოგოთ. რისი ადგილი უნდა დავზოგოთ, ხო? ეს არის სივრცე საკვების, რა ადგილს ზოგავთ, აქ არაფერი არ უნდა დავალაგოთ, არაფერი არ უნდა შევტენოთ. საკვების ზონა არის ყოველთვის საკვების ზონა. წერტილი, როგორც ავტომობილს აქვს, ხო, კაპოს შევახთით, იქ არის ძრავი, ხო, მაშინ ძრავი უნდა ამოიღოთ და ნახევარზე უნდა გადაჭრათ და ნახევარი ძრავი უკან დააბრუნოთ. ამიტომ საკვების ზონაში უნდა იყოს ის, რაც არის საკვებისთვის აუცილებელი და არა თაროები და ქიმიები და ასე შემდეგ. აი, ასე უნდა იყოს ზუსტად. საცირკულაციო ტომბოები, სტაბილიზატორი რა თქმა უნდა, ამიტომ ვინაიდან სახარბიელოდენი არც აქ არაა. დღეს იყო 217-218 ვოლტი. ამასობაში სტაბილიზატორი ქვაბისთვის ყოველთვის არის აუცილებელი ოფცია, მაგრამ სიხშირული ტომბოებისთვის ეს აუცილებელი ოფცია არა, ვინაიდან სიხშირული ტომბო თვითონაა, თვითონ გველაპარაკება, ხო, ამასობაში ტერმინოლოგიით სიხშირული, ამიტომაც ქვია მას, რომ თავის თავს თვითონ იზღვევს დაცული არის. მაგრამ ქვაბს, ხო, ეგრეთ წოდებული უკვე შეითავსე მას აქვს ნაცვლი ერთი და დვენი ცვალებადობა და კრიტიკული ცვალებადობა მის არის მავნე. ჩაერთო სისტემა გაიმართა კიდევ ჯერ ვიზახი პირველადი მეორადი წრით. შვენიერ შესაძლებლობა იმისა, რომ ქვას მთლიანი ეს მაქსიმალური სიმძლავრე როცა დავჭირდეს გამოვართოთ. ამ შესაბამისობაში დეფიციტში სისტემას დაუწიეთ კიდევ ჯერ ვიზახი, ხო? და უნდა ვიცოდეთ რანაირად, ხო? სიმძლავრე 25 კილოვატზე, ხო? 32 კილოვატიდან ჩამოვეთ 25 კილოვატზე წარმოიდგინეთ. და მოდულაციის ზღვარი 100%-დან 100% არა 99%-დან ჩამოვიყვანეთ 50%-ზე. ტემპერატურა 50 გრადუსი და ორივე მხარე არსებულ სივრცეში უკვე არის თელეგრაფიული სისტემაში და ამასობაში მითითებული, ხო? თერმოსტატიკური მართვით 3-დან 4 შუალედში ეს არის 23-24 გრადუსი. რადიატორებმა უკეს თერმომდირულობა უბრალოდ პრინციპში უკვე დაიჭირეს, სითბო მოქცეს, ფაქტიური სითბო და ამასობაში თერმოსტატიკურმა თავაკიმას დაიწყეს მუშაობა. რაც თქვენ აზრი ნიშნავს პრინციპში, რომ დაზოგავს თქვენ თანხებს.
იმ მოდულაციის და სიმძლავრის დაწების შესაბამისად ეს არის თქვენი ეკონომია, ხო, ფინანსების. უნდა გავუთხიდეთ ფინანსებს. ხო, ტემპერატურის მატების შესაბამისად, როცა არის შერჩეული საფართოებელი აუზი, კიდე ამაზე უნდა გავამხვილოთ ყურადღება. ხო? შერჩევითი არ არის, ეს ყოველ პრინციპში არის შესაბამისობაში უნდა იყოს. 1/1000 და ამასობაში თუნდაც 60 უწიოთ წნევა ცვალებადობა უნდა ქონდეს მაქსიმალური ზღვარი 0.1 ბარი და არა, ხო, 3-ისკენ გაიქცეს ტერმინოლოგიას. ამიტომ მოცულობა 1/1000 ტონა, ესე იგი 10 ლიტრიანი, კოეფიციენტი კი იმატება ტემპერატურის შესაბამისად, ესე იგი 12-14 ლიტრა. ეგ იქნება ბედნიერება, ესეთი სახით, როგორც ყოველთვის, ბედნიერ ნოტაზე, კეთილი და პატიოსანი და ესეთ ჯანსაღ ნოტაზე კიდე, ხო, საუჯის სექტორიდან, მომავალ შეხვედრამდე.